თანამედროვე მედიცინაში ინოვაციების საფუძველი ხშირად რუტინული პროცედურების გამარტივება ხდება. ყველაზე ხშირი პროცედურა, რომელიც ყველას გამოგვიცდი, არის ვენაში ნემსის გაკეთება ანალიზების ასაღებად ან წამლის გადასხმისთვის. თუმცა ვენის პოვნა ყოველთვის მარტივი არაა, მით უმეტეს ონკოლოგიურ პაციენტებში და მოხუცებულობაში. ასეთ დროს სამედიცინო პერსონალს ხშირად უწევს ვენის ძებნა, რაც იწვევს მტკივნეულ ჩხვლეტებს, რის გამოც პროცესი ფიზიკურ ტკივილთან ერთად დიდი სტრესია პაციენტებისთვის, განსაკუთრებით ბავშვებისთვის. თუმცა ამ მხრივაც მნიშვნელოვანი ტექნოლოგიური პროგრესი გვაქვს. არსენ სეპისკვერაძე მოგუყვება ამ თემაზე დღეს კვლავ ახალი ინოვაციური თემით მოხვედი ჩვენთან და მოგვიყევი რას ნიშნავს ვენის უფრო მარტივად პოვნა ტექნოლოგიური შესაძლებლობებით. მოგესალმებით ლევან ნინი. მეცნიერებმა ვენების ვიზუალიზაციის ინოვაციური სისტემა შეიმუშავეს, რომელიც ხელოვნურ ინტელექტს და ინფრაწითელ ოპტიკას აერთიანებს. ეს მაღალტექნოლოგიური მეთოდი სამედიცინო პერსონალს საშუალებას აძლევს პირველივე ცდაზე მოათავსონ ნემსი პაციენტის ვენაში, რაც პაციენტისთვის ნიშნავს იმას, რომ ის თავისუფლდება მრავალჯერადი მტკივნეული ჩხვლეტებისა და ქსოვილის არასაჭირო დაზიანებისგან. ინფრაწითელი რენტგენი ახსენე, ხო არსენ? հետესო როგორ მუშაობს ეს ტექნოლოგია და ასევე უსაფრთხო თუ არის პაციენტებისთვის, იმიტომ რომ რენტგენი ვიცით, რომ მაინც თავის რისკებს შეიცავს პაციენტებისთვის, ხო? ეს მეთოდი მუშაობს პრაქტიკაში როგორც ახსენე ინფრაწითელი რენტგენი, რომელიც ექიმს საშუალებას აძლევს კანი გამჭვირვალედ დაინახოს და მის მიღმა ზუსტად განსაზღვროს ვენების მდებარეობა. ეს მეთოდი არის თავიდან ბოლომდე უსაფრთხო, რადგან რენტგენისგან განსხვავებით ის არ შეიცავს მაიონიზირებელ გამოსხივებას, რომელიც მართლაც საშიშია ჯანმრთელობისთვის. თავის მხრივ მისი დასხივების ინტენსივობა არ არის იმდენად დიდი, რომ დნმ-ის ან კანის დაზიანება გამოიწვიოს. ხელოვნური ინტელექტთან არის დაკავშირებული ეს ტექნოლოგია, როგორც ვიცი და ახსენე კიდეც და მარკეტინგული ხრიკის ნაწილია ეს ყველაფერი თუ მართლა არის რაიმე ტიპის ხელოვნური ინტელექტთან ინტეგრაცია ამ ტიპის ხელოვნური ინტელექტი ამ ტექნოლოგიაში არ არის მარკეტინგული ხრიკი. ავხსნათ მოდი ჯერ როგორ მუშაობს ეს ტექნოლოგია. აპარატი ასხივებს ინფრაწითელ შუქს, რომელსაც სისხლში არსებული ჰემოგლობინი შთანთქავს და შედეგად ვენები უფრო მუქად ჩანს ქსოვილის სხვა ნაწილებისგან განსხვავებით და შედეგად გამოსახულებაც უფრო კაფიო არის ვენებისა და სისხლძარღვების. მარკეტინგული ხრიკი კიდევ ერთხელ ვახსენოთ, რომ არ არის ეს ხელოვნური ინტელექტი, ის უზრუნველყოფს გამოსახულების უფრო მკაფიოდ ჩვენებას და კანის ჩრდილებისგან ათავისუფლებს გამოსახულებას. ჩვენ ვსაუბრობთ ხოლმე გადაცემაში სულ იმაზე, რომ პაციენტებს უმარტივებს არსენის მიერ მოყოლილი ტექნოლოგიების საქმეს, დღეს მე მგონი მეტპერსონალისთვის არის ეს ყველაფერი უფრო მეტად და პაციენტებისთვისაც ასევე. კი, პაციენტებისთვის არის ინამდვილეში, მაგრამ მეტპერსონალსაც უმარტივებს და ალბათ. და აუცილებლად ძალიან რთულია ზოგ პაციენტში ვენის პოვნა, თუ არის ონკოლოგიური პაციენტები ბავშვებში არის ძალიან რთული, იმიტომ რომ სტრესული ამათთვის მტკივნეულია აიშინიათ ასევე ნემსების და შიში აქვს ალბათ პირადი გამოცდილებით შენს გეშინია ნემსის. ხო, ვისაც ეშინია ალბათ იმათვისაც უფრო მარტივია რა. არსენ, რომელ დეპარტამენტებში ხვდებით ყველაზე ხშირად ამ ტექნოლოგიას და რომელი ექიმები ღაღადებენ მის? ხო, ეს მეთოდი გავრცელებულია მსოფლიოს წამყვან კლინიკებსა და საავადმყოფოებში, უფრო მეტად გადაუდებელი დახმარებისა და პედიატრიულ ცენტრებში და ამ ტექნოლოგიის გავრცელების არეალი კიდევ და კიდევ ფართოვდება და ექსპერტების შეფასებით ეს ინსტრუმენტი მალე გახდება ისეთივე გავრცელებული, როგორც მაგალითად სტეტოსკოპი. მეცნიერები აგრძელებენ ამ ტექნოლოგიის დახვეწაზე მუშაობას, მისი მინიატურიზაციის ან უფრო დაპატარავების მიმართულებით, რომ მაგალითად სასწრაფო დახმარების ექიმებმაც თან ატარონ ეს ტექნოლოგია და ადგილზე ჩაატარონ პროცედურები უფრო მარტივად და უსაფრთხოდ. დიდი მადლობა არსენ. მადლობა ძალიან დიდი. როგორც ყოველთვის საინტერესო იყო.